გამარჯობა ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას. აბა რა შვებით. ბავშვები სკოლაში მყავს. მე სახლში ვარ. ეს პირველად მანდარინი ვიყიდე სხვათა შორის. აგერ გაჩვენებთ. არ ვიცი, მანამდე არ მე არ მიყიდია და თეუნა მიყიდა ერთხელ და ბავშვს მოეწონა. მეთქი ჯერ ადრეა თქო ვეუბნები, მაგრამ რა ვიცი, მაინც ვუყიდე, უნდოდა და გასინჯოს. თევრი არ მიყიდია, 1 კილო ვიყიდე სადღაც და ეს გადმოვდო აქეთ. მოკლედ, ამ სადილმა დამტანჯა, უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რა ვაჭამო ოჯახს. ვიყიდე ბადრიჯანი. დავჭერი, ეხა შევბრაწავ. და კიდე სალათასაც გავაკეთებ კიდე პომიდორის და ეგ იქნება სავარაუდოდ დღეისთვის. ხელები გამიშავდება, მაგრამ კაი არა უშავს. ეგ არაფერი. უკვე გასაწურია. უკვე ამ წელს მეც აღარ გავაკეთებ ბადრიჯანს, ესეც რა ვიცი, დიდი ხანია ვიფიქრე რა გავაკეთო მეთქი და მართლა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე მეტი. ამწყდება ეს წინ საფარისო. შიგთავსი მექნება ცოტა მაიონეზიანი, ნახევარი მაიონეზიანი, ნახევარი ნივრიანი. ცოტა ნიორი და მწვანილი მაქვს ცალკე გაყინული, ეს იმედია გალღვება ეხლა მალე. ამას შევურევ და ერთი პარტია იქნება მაიონეზიანი. შენ აქეთ, შენ იქით. არც ის მინდა რომ დავწვა, მაგრამ 1 საათი აქ დგომაც არ მინდა ნამდვილად. ეხა უნდა გაწინოთ. იმდენი მაიონეზის ნარჩენები მაქვს. ეხა სამივე უნდა გადავაგდო. და გადმოვწურო ერთ გლასში. აი სამიც არის სხვადასხვანაირი, სლობოდა, დაბავკინ და ქართული რაღაცა. ხა ესენი სამივე უნდა
გადმოვწურო აქეთ. დევს, ესე რამდენი ხანი უკვე. არც არავინ არ ჭამს. დღეს ნეტა კამილამ რაქნა ინგლისურში გუშინ სიტყვების გამეორება და ეზარა ახალი სიტყვები ქონდათ. და არ ვიცი დღეს რაქნა. ეზარება, მე მეუბნება, მე გავიმეორებო. მე რა თქმა უნდა, ყველაფერი ავიწყდება. მეც რომ უნდა გაიმეორებინა. Так, ეს მორჩა ცოტა დამესხა, მაგრამ არა უშავს. მაგას მე გავასუფთავ. ძალიან ბევრიც არ არის, ცოტ-ცოტებია დარჩენილი, მაგრამ ესე როდემდე უნდა იდოს. მაგრამ მეთქი მაგიტო გამოვიყენებ გაკრას. დედა გუშინ ერთი წამალი გადავყლაპე და გამეჩხირა აი აქ სადღაც ვეღარ ყლაპავდი და ვერაფერი. ლამის დავიხჩე ხალი. არც მინდა რომ ძალიან შეიბრაწოს. რომ ძალიან შავიც გახდეს, ეგეც არ მინდა. სახლის მაისური მაცვია, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს რო უწვავ. უეჭველი მაინც ბოლომდე უნდა გამოუწურო ეხლა. მაინც რაღაცა მზეთი შხეფები მხვდება ხოლმე და აუ, აი ეს ქართული არც კეჩუპი მომწონს და არც მაიონეზი, ძალიან დიდი ბოდიში არ მომწონს და რა ვქნა. მაიონეზი ძალიან თეთრია, არ ვიცი რატო. სიყვითლე საერთოდ არ აქვს. აი ზემოდან ახლა რაც დავასხი ეგარი ქართული ეს თეთრი. აი როგორი განსხვავებაა, ხო? და კეჩუპი კიდე ისეთი წყალწყალა. სამივე ერთად უნდა შევურიო ახლა, მე მაპატიეთ, მაგრამ რა ვქნა, არ მომწონს ეს ქართული ფირმა, ესეთი დასახელება რო აქვს. აი ეს ამისი პროდუქტი არ მომწონს, მაგრამ გულით მინდა რომ ქართული წარმოების რაღაცა ვჭამოთ. მაგრამ რა ვქნა, აბა, ძალით ვარ ვაკეთებ. ამასაც ახლა გამოვაცლი ბოლომდე. აი მე წვალობ, ხო ხედავთ? წვალობ ეს ახლა ხალი. ამას გავაკეთებ მე ნივრის გარეშე, მაიონეზიანს. იმიტომ რომ ირაკლი ნიორსერიდება ძალიან. მოდი ესეც ესე მოვიღოთ რამენაირად. აჰა. დედა უკვე ვეღარ ვიტანდი ამ მაიონეზებს მოცივარში ამდენი ხანი. ამას დავაყრი ხა სუნელებს. ცოტა მარილს.
კიდე რა, მოკლედ რაღაცა სუნელები მაქვს. კინძი და უცხო. ცოტა სავაყრით. აი ეს კინძი და უცხო ყველაფერში მიყვარს რა ვქნა. არ ვიცი თქვენ როგორ აკეთებთ, მაგრამ შეიძლება გადმოვიღოთ. მიყვარს ზოგადად ბადრიჯანი. ცოტა უკვე რბილები კი იყო მაღაზიაში, მაგრამ თითქოს ამოვარჩი ისეთები. რომლის ჭამაც შეიძლება. Так. მილენასაც უყარს ეგეთი რაღაცეები. ნუ კამილას უკვე იცნობთ, ალბათ იცით, რომ იმას საერთოდ არ უყარს ისეთი, ასე ვთქვათ, დიდების საჭმელები. იმას უყარს რძიანი შარიკები, ხლოპიები, ასე ვთქვათ, შოკოლადის ხლოპები როა. კიდე რა უყარს? პიურე, ეგეთი რაღაცეები. მოდი მე ფანჯარას გავაკეთებ, თორე ისეთი შემწვარი სუნებია უკვე. Так, და კიდე რა დავაყარო ახლა ამას ნეტამე. ცოტა აი ამასაც დავაყრი. მშრალი აჯიკა. სულ ცოტას. და კარგად შევურევ. აი რაღაც ამდაგვარი გამომივიდა. გემრიელი იქნება, სუნიც კარგი აქვს უკვე. წილს ამას წავუსმევ. წილს მწვანილი და ნიორი ექნება. ეს ვანური მარილი ცოტა ნაწილაკებად არის, გადავშალო ახლა ეს ნაწილაკები. თორე ის დარჩება ადგილ-ადგილ. წარე ადგილ-ადგილ უმწარო. так, შევხედოთ. ესეც გაწურული იყო. საკმაოდ ბევრ წყალს უშვებს ბადრიჯანი. მარილი დავაყარე და ისე გამოვწურე. და თავისი ცოტა ესეთი ცუდი გემოწა იყოს. დაირა.
თარემ ყველაფერს გამოვწურავ. დღეს ბავშვებს წრეები არ აქვთ. კარგი მზიანი ამინდი გამოვიდა სხვათა შორის. დილიდან დუტი კურტკაში მივდივარ, უпростоრედ ჟილეტში და მერე უკვე გამოცვლა მიწევს, იმიტომ რომ თბება და აღარ ხდება საჭირო. მერე ჯინსის კურტკა მეცვა გუშინ. დღეში 500 ჯერ იცვლება ეს ამინდი ვერ გაიგებს კაცი რა ხდება. მეგობრებო, ძალიან დამავალებთ. თუ კომენტარებში მომწერთ, საიდან მიყურებთ. ძალიან მაინტერესებს. კი ვხედავ ზოგადად ანალიტიკას, ვინც საიდან მიყურებს. უпростоრედ უმეტესობას ვხედავ, დაუშვათ რამდენი პროცენტი მიყურებს რომელი ქვეყნიდან, მაგრამ აი ზოგადად ვლოგებზე არ ვიცი, ეს ყველაფერში ერთად შორცებზეც და ვლოგებზეც და აი ვლოგებზე მაინტერესებს ვინ საიდან მიყურებს, რომელი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან თუ სოფლიდან ძალიან დამავალებთ თუ დამიწერთ კომენტარებში. Так. კიტრი პომიდორი ვიყიდე. რა ვიცი, პომიდორით პომიდორს გავს. კი არის დიდები, მაგრამ ისეთი აი პლასმასივით გამოიყურება, რომ აი როგორი გითხრათ არ ვიცი. მოკლედ. დავჭრი ხა სალათას. ზედმეტად კიდე ერთი პატარა კიტრი წამოვიღე, რომ ჩვენ ბოჭუნას კიდე ხვალზე გვაჭამოთ. რა თქმა უნდა, უკვე ისეთი აჟიოტაჟი ბავშვებს აღარ აქვთ, როგორც ჰქონდათ ამ ბოჭუნაზე. მაგრამ, ნუ არა უშავს, მაინც ხო უყურებენ და აქცევენ ყურადღებას. მაინც არა უშავს. ნუ რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ვუთხრა. ზადით მეთქი მიხედეთ და მხოლოდ მერე გაახსენდებათ, რომ იგი ცოცხალია და შია. შვიდი დიდი ბადრიჯანი მქონდა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ესეც ერთი დღის საჭმელი. ერაკლი მეუბნება წვალობ და ერთ დღეში უკვე არაფერი აღარ არისო. ნუ სხვა რა გზა არა უშავს. ესე არა ვქნათ ზოგადად. საჭმელი ესე იჭმება. ერთ დღეში აღარ არის. რაღაცა დიდი სადილი თუ გავაკეთე, მაშინ ნუ რა თქმა უნდა, ორი დღის სამყოფი არის და თუ არა და თუ არა და არა, თუ არა და ერთი დღე. მომწერეთ კომენტარებში, ხო შევთანხმდით მე და თქვენ. ასე რომ აუცილებლად მაინტერესებს და დაგელოდებით. ნუ თუ ასაკსაც დამიწერთ, ეგ ხო საერთოდ. ძალიან კარგი იქნება. ნუ მე ფეირითი და ღრუბლით ვრეცხავ ყოველთვის. შილსაც და ბოსნეულსაც ამ ბოლო დროს. ეგ კორონა რო იყო, მაშინ შემოიტანეს გარეცხეთო ღრუბლით, თორემ მანამდე აზრადაც არ მომსვლოდა, რომ ფეირითი შეიძლება გარეცხო ხილი და ბოსნეული.
მეორეთაც მოშივდება დღეს ბავშვებს, მეორედ რა ვაჭამოიხავს ვფიქრობ, ისო პელმენებს ვუყიდი ალბათ. ნუ არ ვიცი, არ მინდა ხოლმე ეს პელმენიც, მაგრამ ჭამენ და ნუ არ აუშავს. так, აქ რა ხდება? ჯერ არაფერი არ ხდება. დღეს ისევ ერთი გაკვეთილი მომიწევს კამილასთან ერთად. ლოდინი. კამილასთან ერთად თითქმის ყოველთვის ველოდებით მილენას ერთი გაკვეთილი გარდა ორშაბათის და პარასკევის. ორშაბათს და პარასკევს 5 გაკვეთილი აქვს, თუ არაფერი არ უცდებათ მაგ შემთხვევაში. მანდ ვარ ხოლმე. და ერთად მიმყავს და თუ არა და სხვა დღეებში ცალ-ცალკე მიწევს გაყვანა. ან ველოდები, რა ვიცი. მაგრამ მინდა უკვე რომ მილენა შევაჩვიო, რომ თვითონ მაინც წამოვიდეს ხოლმე. ცოტაღა დამრჩა ერთი, ორი ჩაყრა. სალათა ჩაუჭრად და თუ მანამდე ყველაფერს არ გავაკეთებ, ნელ-ნელა შევახვევ მაინც. ეხლა ამ ქერქებს გოჭუნას ვაჭმევ. კიტრის ქერქებს ჭამს მარტო. ისეთი მართლა გოჭუნაა, ესე იგი, ისეთი ბინძურია. უფრო სწორედ აი ესე ხო შრება თავისი თათებით. იქექება რაღაცნაირად და რო იქექება დაბლა ხო უყრია. აი მე გაკეთა ქართულად, აპილკი. აუ დამავიწყდა ქართულად ეგ სიტყვა მოკლედ. ხო და იმას რო ქექავს, მე ყრის გარეთ. და თუნდაც იმ წუთას მოწმინდო. მაინც უკვე მოსაწმენდია, გახვალ, გამოხვალ და უკვე მოსაწმენდია მაინც. ჟავეა. ეხლა რა ვუყო მას? სუნთლად მჟავეა. აი დავეჭვდი როცა ვჭრიდი დავეჭვდი. რბილი იყო რაღაცნაირად, მაგრამ ეს რა არის? პირველი კიტრი კარგი იყო, მეორე საერთოდ არ ვარგოდა. რა აღარ უნდა იყიდოს ახლა ადამიანმა არც კიტრი და არც პომიდორი. ისეთი რაღაცნაირი რბილი იყო შიგნიდან რო ვჭრიდი, მათი უეჭველი მჟავეა თქო. ოხ. მეტა მეორე როგორია ხო გავჭრი ნახავ. აბა შუაში ვნახო. პატარა. ესეც წამჟავებს. მოდით რას ვიზაო? აი გარეთ ანაწილებს. ჩაუყრი შუა გულს არ ჩაუყრი. იმედია რამე არ მოვიწამლებით. შუაგულია მარტო მჟავე და მაგას არ ჩავყრი, კაი ხო არ ჩავჭრი. მე ესე იგი რა. მაღაზიაში რო შედიხარ, ხილზე და ბოსტნეულზე გული არ მოგივა რა.
აი რამე მოგინდება და ვერ იყიდი რაღაცნაირები დევს ყველაფერი, აი არ მოგეწონება შეხედულობით უყურებ და რაღაცა იფიქრებ, რომ აი საღამოს მოვიდე და გემრიელად ვჭამო, არა, მასეთი არ არის. არაფერი. შეიძლება ბაზარში არის კი ბატონო. მაღაზიებში იგეცები რა ვიცი. არ მინახია დიდი ხანია უკვე რა არაფერი. აი მართლა მომწერეთ რომელ მაღაზიაში მოგწონთ ხილი და ბოსტნეული. ნუ გარდა აგროხაბის ახლა, აგროხაბზე ლაპარაკი არა მაქვს. აბა თუ იცით. მომწერეთ. რომელ ქსელში მოგწონთ ხილი და ბოსტნეული. თუ არის მასეთი. საერთოდაც. რამდენიმე ცალი გადამრჩა და ნუ პომიდორია ახლა რა ვიცი, მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს, მაინც და მაინც. მჟავე არ არის, რამდენად სასარგებლო ახლა ვერ გეტყვით. და საერთოდ რო ამბობე ხოლმე რომ ნიტრატის ამზომველი უნდა გქონდეთ და ამასი უნდა დადიოდეთ და უნდა ყიდულობდეთ, ხო უნდა იცოდეთ რამდენ ნიტრატებს ჭამთ. აი ხა ძალიან მეეჭვება რომ რომელიმე თუნდაც ბაზრის გამყიდველი მოგცემთ იმის საშუალებას რომ ჩაარჭოთ ეს ნიტრატის გამზომველი თუ რაც ქვია და გაგაზომინოთ ნიტრატების რაოდენობა პომიდორში თუ სხვა ბოსტნეულში, რა ვიცი. ძალიან მეეჭვება მე ეგ. დარწმუნებული ვარ რომ არავის არ მოეწონება ეგ აზრი, არც ერთ გამყიდველს. რომ ჩაარჭოთ შიგ რაღაცა და იტყვის ეს რა მოიფიქრეთო, კიდევ ახალიო იტყვიან. დარწმუნებული ვარ არავის არ მოეწონება და მაღაზიაში კიდე სავარაუდოდ მაგის ნებას არ მოგცემენ. გამყიდველებიც ისევ რა ვიცი, კონსულტანტები. ჩემი აზრით. კამილას უყვარს ხანდახან სალათა. არ ვიცი დღეს რა სიზავს შეჭამს თუ არა, ცოტა ძალიან შეეცვალა ამ ბავშვს გემოვნება. მილენა მაინც შეჭამს. ბადრიჯანს მაინც. სულ მგონია რომ ვაგვიანებ სკოლაში. 1000 ჯერ ვუყურებ ამ საათს. ასე რომ მეგობრებო, მე პირადად არც ერთ ქსელში არ მომწონს ხილი და ბოსტნეული. საერთოდ არცად. კიდევ ერთხელ ვამბობ, აგროხაბს არ ეხება, იმიტომ რომ აგროხაბის პროდუქცია არ ვიცი, აზე არა ვარ. ვიცი რომ უბრალოდ გაგონილი მაქვს რომ იქ ყველაფერი ნატურალურია და ძალიან ძვირია, ამიტომ სავარაუდოდ აგროხაბს არ ეხება და მე მგონი იქ ნორმალური პროდუქცია უნდა იყოს და. აი დანარჩენ ქსელებზე რა სიტყვით. მე პირადად არ ვიცი. ეხლა ჯერ ამას მარილს არ დავაყრი. იმიტომ რომ წყალს უშვებს ძალიან. და ჯერ არავინ სადილს არ აპირებს, ეხლა იმიტომ გავამზადე რომ ბავშვები რომ მოვლენ ეგრევე საჭმელს ეტაკებიან ხოლმე და სადილი რომ მზად იყოს.
თორე ხა ჯერ არავინ არ ჭამს. ესე სულ თეთრია რაღაც შიგნიდან, ნუ მოკლედ. პომიდორის შიგნეულობაც ნახევრად თეთრია. ცოტა გადამჩერთი 4 ცალი ბადრიჯანი. გავიჟღენთე მე მგონი ბადრიჯნის სულით. და ამასაც გაყინულ მწვანილს მოვაყრით და გავღვება ზემოდან. გუშინ ფენოვანიც მიიყო ორნაბიჯი აქციაში. გონი 4 ლარად 3.99. 800 გრამიანი და 2 ცალი ვიყიდე. რა ვიცი, ნახოთ ან პიცას გამოვაცხობ. ან რაღაცას მასეც ბავშვებს პიცა ძალიან უყვართ. ფენოვანი პიცა. ვინც დიდი ხანი ხართ ჩემი მაყურებლები, იმან იცის თუ როგორი გემრიელი გამოდის ფენოვანი პიცა. ხახვი, ოხეს, ხახვი. მილენა მიმდღეს იმხელა ხახვებია მომიტანა მაღაზიიდან. სხვათა შორის დედიკოს გოგო უკვე იმხელა გახდა. რომ მარტო ვაგზავნი მაღაზიაში რაღაცებზე, ესე ცოტ რაღაცებზე, მარტო დადის ქალბატონი უკვე მაღაზიაში. ასე რომ გაიზარდა გოგო, გაიზარდა. აი აქ ახლო მაღაზია არც გზის გადასვლა არ უწევს არაფერი და ჩადის. კმაყოფილი ამოდის, რო ვაგზავნი, უხარია. ამ წინებზე ნუ სავარაუდოდ როგორც ასეთი როგორც გავიგე კორონა გადავიტანეთ, ანუ ომიკრონი ხა დადის ძალიან სერიოზულად ეს ვირუსი. და როგორც მივხვდი გადავიტანეთ ომიკრონი. ნუ რა თქმა უნდა სინჯი არ გაგვიკეთებია, არ ვიცი. სინამდვილეში ეგ იყო თუ არა, მაგრამ ნუ გვახველებდა სიცხე გქონდა, თუდად ვიყავით გახსოვთ ალბათ. და იმის მერეც ვერა და ვერ გამოვედი, ესე იგი მახველებს საკმაოდ ასე დღეში რამდენიმე ჯერ ვერ ვიტყვი რომ ძალიან მახველებს, მაგრამ არ მეშვება ეს ყველა. ანტიბიოტიკი დავლია ზიმაკი. ოდნავ თითქოს მომეშვა, მაგრამ ბოლომდე არა. და აი ეს თითქოს იცით რა შეგრძნება დამრჩა? თითქოს აი ეს ფილტვები ვერ იხსნება თითქოს ბოლომდე, ანუ სუნთქავ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბოლომდე ვერ სუნთქავ, ანუ აი და თითქოს ბოლომდე ვერ იხსნება ეს ფილტვები. ესეთი შეგრძნება მაქვს. Как будто бы легкие до конца не раскрываются. აი რა ვიცი. მახსოვს როცა კორონა დადიოდა ძალიან ესე სულ თავიდან ძალიან რო იყო მოდებული. Машинაც ესე ამბობდნენ რომ на легкие это очень действует. ხო და ანუ სუნთქვის ვარჯიშები გააკეთეთო და თქვენს თუ გქონდათ აი ესეთი შეგრძნება აი ახლა ხანს, როცა ეს ვირუსი დადიოდა, მე მგონი ყველამ გადაიტანა ეგ.
ძალიან მოდებული იყო ეხლაც. და მაინტერესებს თქვენს თუ გქონდათ მასეთი შეგრძნება და რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს. იმიტომ რომ მე უკვე სადღაც ერთი სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ну სადღაც ერთი თვე მაწუხებს, ხო? ახლა ხო არის ოქტომბერი, სადღაც ერთი თვე მაწუხებს. ამ ხალხს მე მოდი შიგნით არ დავაყრი, იმიტომ რომ ირაკლის რაღაცა ძალიან აწუხებს ეს ჟოგა ამ ბოლო დროს. აი აქ ჩავყრი. ვისაც ენდომება დაიყრის სალათაზე. მე მიყვარს და არ ვიცი ვისაც არ მოუნდება, ვისაც არ უყვარს არ დაიყრის. მგონი დავტია. აი ესე დავდებ აქ. ამეწყვა თვალები. ეხლა თითქმის მოვრჩი. ერთიღა. ეს სალათა კიდე ახლა ესენი საჩავდო. მაშინ მაინც გამოვავლებ. აი დაბლიდან ამოვაცლი და ნელ-ნელა გავაკეთებ. მაიონეზიანს დავუშვათ. ну ეხლა არ გავსინჯავ, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან გემრიელები. ჩემ თავს როგორ ვაქებ? ძალიან გემრიელია მეგობრებო. მოგჯერათ ჩემი. აი ესე ვიღებ. ზედ ვუსმევ. ხლად არ არის საჭირო ბევრი. და ესე სამნაწილად ესე ვდებ. შეგიძლიათ ნიებუზით, რა თქმა უნდა, კარგია და ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ უბრალოდ წვანილით და ნივრით, როგორც მე ვაპირებ კიდე მეორე პარტიას. ანუ ნახევარს ისე გავაკეთებ, ნახევარს ისე. როგორც თქვენ მოგინდებათ, როგორც გიყვართ. როგორც თქვენ ოჯახის წევრებს ურჩევნია. ცხელი გამოდგა. ის უდაბლიდან ამოვიღებ. ცხელი იყო ძალიან.
ესე თითო მომაკ. ეხლა მეორე პარტიას კიდე სხვა რაღაცაში ჩავდებ. ვიპოვო რამე ეხლა კიდე. სულ ვიძახი მეთქი ეს გამჭირვალე კონტეინერები კიდე ვიყიდო. მაგრამ руки не доходят. Куда они доходят, никто не знает, да? ესენი რაში ჩავდოთ ახლა ლამაზში რამეში. მოიცა. Ангуარი სადარი. ამას უბრალოდ თებრზე დავალაგებ. ეს რაღაცა ვერაფერი ვერ ვნახე. მასაც ყوار დავაყარო ცოტა სუნელი მოკლედ სუნელებს ყველაფერს ვაყრი. ხოდა ცოტა მარილსაც ავდოთ. ეს უბრალოდ ნიორი და მწვანილი მეორეში. ეს იმ დღეს მწვანე პომიდორის მწნილს რო ვაკეთებდი დამჩა ესენი და მათედან არის ეს შიგთავსი დამჩა. ესეთი გამოვიდა. მოკლედ ნახევარი ისეთი, ნახევარი ასეთი. გავათავისუფლე მაცივარი მოკლედ. გადმოვიღე ყველაფერი რა დიდი ყანეიდო. ნიორიც მწვანელიც და ეს მაიონეზიც ერთი საუკუნე რო იდო უკვე და არავინ არ ჭამდა და აი ესე მოკლედ რაღაცაში მოვარგე.
მე მგონი უკვე ძალიან შეგაყოვნეთ, არა? იმედი არ შეგაწუხეთ? ამდენი მზადებით? მოკლედ მეგობრებო, აი ესე გამოიყურება ჩემი მივრიანი და მწვანილიანი ბადრიჯანი და აი ესე გამოიყურება მაიონეზიანი სუნელებიანი. აქ ესეთები მიდევს, თეფშზე მეორენაირები დავდე, პრინციპში დღეს ყველაფერი შეიჭმევა და უკვე იმითო აღარ ჩავდი არაფერში. ბევრი ლაიქები და კომენტარები ძალიან მიყვარხართ, ეხლა ძალიან უცებ უნდა ავალაგო ეს ყველაფერი და გავიქეცი სკოლაში თორე დამაგვიან და კომენტარებში მომწერეთ პასუხები, მიყვარხართ.